გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. უღრმესი მადლობა პირველ რიგში თქვენი ყურადღებისთვის, მოწონებისთვის და პოზიტიური კომენტარებისთვის. ვისაც არ გაქვთ გამოწერილი და ვისაც გაინტერესებთ, რასაც საუბრობ ხოლმე, გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი არხი YouTube-ზეც და TikTok-ზეც. ეს არის ვიდეო თქვენთვის. რაზე ფიქრობს ახლა თქვენთან მიმართებაში ადამიანი? მოეწყოთ კომფორტულად, წარმოიდგინეთ ვიზუალურად თქვენი ადამიანი, თქვით სახელი გულში, უпростоრად იმეორეთ მისი სახელი და ნახოთ ვინ არის თქვენი ადამიანი, ნახოთ მისი სიგნიფიკატორი კარტი. ეს არის ადამიანი, ღირსეული, პირველ რიგში, ტრიუმფატორი, უბრალოდ, ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის აღწევს დასახულ მიზნებს. ეს არის ადამიანი, რომელსაც კომფორტი იზიდავს, კომფორტული ცხოვრება. და ხალხი არის მისით აღტაცებული. თუ ესეთი რაღაც სრულყოფილებაა თქვენი ადამიანი, ვის თქვენ ჩაიფიქრეთ, განაგრძეთ ნახვა, თუ რადიკალურად სხვა ადამიანია, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე, ასეც ხდება და ეს არის სრულებით ბუნებრივი. არ შეიძლება რომ ყველა ვიდეო, რაც იდება საჯარო გაშლებში, 100%-ით რეზონირდეს. ამაში, ასე ვთქვათ, უცნაური არაფერი არ არის. ვინც დარჩეთ ძვირფასებო და ვინც აგრძელებთ ნახვას, ნახოთ თქვენთვის. ეს თქვენი სრულყოფილი ადამიანი, ასე ვთქვათ, რას ფიქრობს ახლა ამჟამად თქვენზე. ადამიანი მართლაც ჩაფიქრებულია ძვირფასებო. მას სიმშვიდის და ჰარმონიის შესანარჩუნებლად სჭირდება დაფიქრება. ის ფიქრობს, როგორ მიაღწევს შეთანხმებას. თქვენთან სავარაუდოდ. იმიტომ რომ მისი აზრით მდგომარეობა არის გამოუვალი და ცდილობს პირველ რიგში დაიმშვიდოს საკუთარი თავი. სურს მას პროგრესის მიღწევა, რა თქმა უნდა, თქვენთან. სურს მოგელაპარაკოთ ამ ადამიანმა და რაღაც შემოგთავაზოთ. მისი აზრით თქვენ მას ელოდებით, როდის შემოგთავაზებთ ის რაღაც თავის აზრს, თავის წინადადებას, თავის გეგმას. და თქვენ ხართ ძალიან ჭკვიანი მისი აზრით, თქვენ ხართ ლიდერი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ზოგადად აკონტროლებთ და მართავთ სიტუაციას. თქვენს გარშემო, სადაც თქვენ იმყოფებით. და სადაც თქვენ იმყოფებით, იქ სუფევს სრული ბედნიერება, ხიარულება, სიყვარული, ჰარმონია, მშვიდობა. ესე ფიქრობს ეს თქვენზე. კარგით, კიდევ რას ფიქრობს? საჭირო არის ტრანსფორმაცია, მისი აზრით, ძველის დავიწყება, ახლისთვის მომზადება, უეცარი ცვლილებები. და მისი აზრით, რაც ახლა ხდება, ეს ესე იგი იცით როგორ რაც ესე იგი სადამდეც მიხვედით თქვენ, ეს არ იყოს სწორი. რაღაც ასე ფიქრობს ეს ადამიანი, უნდა განაგრძოთ ახლებურად, უფრო უკეთესად, უფრო გასაგებად და უფრო მარტივად. ვისანაც ემთხოვა ძვირფასებო, განაგრძეთ ნახვა. კიდევ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე?
თქვენ ძალიან ბევრს ნერვიულობთ მისი აზრით. ძალიან ბევრს და ეს აისახება, ასე ვთქვათ, ცუდად თქვენზე. კიდევ რას ფიქრობს? კაცრავად ვერფასებო, ზარი შემომივიდა და მომიწია დაპაუზება ვიდეოს. კიდევ ის ფიქრობს, რომ საჭიროა სისწრაფე თქვენს ურთიერთობაში, საჭიროა პროგრესი მისი აზრით და ის აპირებს იმოქმედოს. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? თქვენ არ ჩქარობთ, თქვენ გაქვთ მოთმინების უნარი და საერთოდ ფიქრობს, რომ ბრწყინვალე კავშირია თქვენს შორის, ურთიერთგაგება, თქვენ დადებით გავლენას ახდენთ მასზე. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მას აძლევთ სიმშვიდეს. რაღაც თითქოს ფარველი ანგელოსივით ხართ მისთვის. კიდევ რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ თითქმის მიზანი მიღწეულია. და რა არის მისი მიზანი? მისი მიზანი ძვირფასებო არის, ახლა ვგეტყვით, ის რომ თქვენ იყოთ დამოკიდებული მასზე, შეიცვალოთ, ასე ვთქვათ, თქვენი ცხოვრების სტილი და თუკი მისი აზრით თქვენ ცხოვრებაში არის ვიღაც, ვისაც თქვენ უყვარხართ, ვინც არის თქვენი, ასე ვთქვათ, სიმპათია, მოსწონხართ, წახვიდეთ იმისგან. მისი აზრით არის შესაძლებელია, საერთოდ არ არის არავინ თქვენ ცხოვრებაში, თვითონ ასე ფიქრობს, რომ ვიღაცა არის თქვენ ცხოვრებაში, რომელსაც თქვენ ამჯობინებთ. ან რომლისგანაც თქვენ წახვალთ, გექნებათ სტაგნაცია ურთიერთობაში, ინანებთ, რომ იმ ვიღაცასთან ხართ და გახდებით დამოკიდებული მასზე. ყველასთან ასე არ იქნება ძვირფასებო, რაღაც პროცენტთან, დაუშვათ 50%-თან კარტი ასეთ რამეს აჩვენებს. კარგით, კიდევ რას ფიქრობთ თქვენზე? გაუგებარია მისი აზრით, თქვენ რა გსურთ, ეს მას ძალიან დგეს გულს, რომ ვერ იგებს თქვენს აზრებს, თქვენს ფიქრებს, თქვენს სურვილებს და ამითი არის უკმაყოფილო. მისი აზრით გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ თქვენ, თუმცა თქვენ ამის ნაცვლად საერთოდ არ ფიქრობთ გადაწყვეტილების მიღებაზე და თქვენ გერჩევნიათ მარტოობა, თითქოს თქვენ არ გსურთ მასთან ყოფნა, რაღაც დაშორებასავით არის, ანუ თქვენ ხართ თითქოს წარსულში, კი არა, უფრო სწორად, ანუ თქვენ არ გსურთ მასთან წულში ყოფნა. ესე მიაჩნია მას. შესაძლებელია ასე არ არის, ძვირფასებო თვითონ ფიქრობს ამას. და ამის გამო აქვს სტრესული, დეპრესიული ფიქრები, რადგან მას თქვენთან უნდა მუდმივად თქვენსკენ მოუწევს გული და სურს შანსი თქვენგან. ძალიან იზიდავთ თქვენ და საერთოდ ფიქრობს, რომ თქვენ ხართ მისი ბედი, მისი გამარჯვება, მისი მიღწევა, მისი ენერგია ასევე. რადაც არ უნდა დაუჯდეს, ფიქრობს, რომ ის მიაღწევს თქვენთან ერთად ყოფნას, თქვენთან ერთად ცხოვრებას. გისურვებთ წარმატებებს.